საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, რაიან გრისტის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა. მისი თქმით, უწყებას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის ბერკეტი არ გააჩნია. შეთანხმება 2008 წელს არის გაფორმებული და იგი არ გულისხმობს თანხმობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ევროკავშირის სამონიტორო მისიაში ინიშნება ესა თუ ის წევრი. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არ ყოფილა შეთანხმებული და ჩვენ არანაირი ბერკეტი, ზემოქმედების ბერკეტი არ გაგვაჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიგვეღო მონაწილეობა. არასამართლიანია, როდესაც დადანაშაულება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს. მიდის საუბრები ევროკავშირთან, მოლაპარაკები და ჩვენ გამოვალთ გადაწყვეტ ისე გადაწყვეტ ამ საკითხს, რომ ეს მისაღები იყოს როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. რაიან გრისტი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. გრისტი ომის დაწყებაში საქართველოს საჯაროდ ადანაშაულებდა და რუსეთის პოზიციას უჭერდა მხარს. ნიკა რურუა აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მაღალჩინოსნად რაიან გრისტის დანიშვნა რუსეთის დახმარებით მოხდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების თავიდან აცილება შეეძლო. საგარეოს ეს ნამდვილად შეეძლო, რომ გამოეჩინა ყურადღება და ემუშავა პროფესიულად, რასაც ხშირ შემთხვევებში ვეღარ ვხედავთ. ვინაიდან ეს ადამიანი იყო ერთადერთი პრინციპში ერთადერთი ოფიციალური პირი ევროკავშირიდან, ვინც ცალსახად დაადანაშაულა რუსეთის აგრესიაში საქართველოს. ეს არის ჩემი დამკვირვებით, ჩემი რწმენით პიროვნება, ვინც აშკარად მუშაობს პუტინის კრემლზე. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე ბრიტანელი რაიან გრისტი 2014 წლის იანვარში დაინიშნა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი ამბობდა, რომ სანამ რუსეთი დაბომბვას დაიწყებდა, ქართველები სამხრეთ ოსეთის დასახლებულ ადგილებს ყოველ 15-20 წამში უტევდნენ. გრისტის განცხადებების უარყოფა მოგვიანებით ეუთოს მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას მოუწია. თავად რაიან გრისტი ადასტურებდა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა უფლებადამცველ ლირა ცხოვრებოვასთან, რომლის მიმართაც დასავლურ მედიასა და საქართველოს ხელისუფლებაში ეჭვებს გამოთქვამდნენ რუსულ და ოსურ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ.